დილამშვიდობის მოგესალმებით კომერსანტის დილა ეთერში ნოდარ სირბილაძესთან და სალომე სოსელიესთან ერთად გადაცემას გავაგრძელებს სტუმართან ერთად ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ UNICEF-ის ახალ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციის შესახებ ჩატარდა და გამოქვეყნდა საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით. მოკლედ აი ამ კვლევის ფარგლებში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა ატარა 18-დან 20 წლის ასაკის 155 სტუდენტი მონაწილეობდა და კვლევის მიგნებების თანახმად სტუდენტების მეოთხედს უჭირს აზრის დაალაგებულად გადმოცემა, ასევე იყენებს მწირ ლექსიკას ან სრულად ვერ გამოხატავს აზრებს. სწორედ აი ამ კვლევის გაანალიზებას დავიწყებთ ჩვენ სტუმართან ერთად და გავიგებთ კიდევ რა შედეგები აქვს აღნიშნულ კვლევას და ასევე რა არის გამოსავალი კი ბატონო აი ამ სიტუაციაში. ნათია ჯოხაძე, განათლების სპეციალისტი გაეროს ბავშვთა ფონდიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ხალბატონ ნათია. მოგესალმებით, თუ ისმის ჩემი თქმა. კი ბატონო, გვესმის ძალიან კარგად. მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა ჩართვისთვის. მოდით თავდაპირველად კვლევის შინაარსზეც გვითხრით, რა არის მთავარი მიგნებები. მე კი აღნიშნე რამდენიმე, თუმცა მაინც როგორი არის სურათი, კი ბატონო. დიახ. დიდი მადლობა ინტერესისთვის. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ჩვენი ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები. მოდით დავიწყებ იმით, რომ თქვენ სწორად ბრძანეთ. ეს იყო მიზნობრივი მცირე მასშტაბიანი კვლევა, ხარისხობრივი, ანუ თვისებრივი კვლევა იყო და შესაბამისად მისი შედეგების განზოგადება არ შეიძლება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ასე ვთქვათ, მიგნებები გვაქვს ზუსტად იმ პოპულაციაში, სადაც ეს კვლევა ჩავატარეთ. მეორე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვინაიდან ეს იყო ხარისხობრივი კვლევა, ის მოიცავდა მათ შორის ახალგაზრდების, ასე ვთქვათ, აქტიურ ჩართულობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არა მხოლოდ დასმულ შეკითხვას პასუხობდნენ, არამედ და მკვლევარის მიერ შემუშავებულ ინსტრუმენტებზე, არამედ თავად გამოთქვავდნენ თავიანთ მოსაზრებებს, სურვილებს, წუხილებს, თავად მსჯელობდნენ საკუთარ ძლიერ მხარეებზე, დანაკლისებზე, რაც აქვთ ამა თუ იმ უნარის მიმართულებით. ამიტომ ამ მხრივად ძალიან საინტერესო იყო ეს კვლევა. ეხლა რაც შეეხება მიგნებებს, ბუნებრივია ყველა კვლევაში არის როგორც პოზიტიური, ასე ვთქვათ, შედეგები, მიგნებები, რომელიც არის პოზიტიური და გვინდა რომ ეს გავამყაროთ და ასევე არის გამოწვევები, რომელზე სამუშაოც არის ბუნებრივია სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ. და დავიწყებ მე იმ პოზიტიურით, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ეს წავიკითხე. პირველი მაგალითად პოზიტიური მიგნება არის ის, რომ ახალგაზრდებს აქვს ძალიან კარგად განვითარებული სამოქალაქო კომპეტენციები. სამოქალაქო კომპეტენციები და უნარები იყო კვლევის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ეს ეგრეთ ვიტყვი ამ სიტყვას დომეინი, ანუ ერთ-ერთი სფერო კვლევისა, ხო? და აი აქ გვაქვს ძალიან კარგად მდგომარეობა და კარგად აქვთ ახალგაზრდებს ეს განვითარებული. მეორე ძალიან პოზიტიური მიგნება იყო ის, რომ ახალგაზრდებს აბსოლუტურ უმრავლესობა იძახის, რომ მას სჭირდება, მას უნდა სწავლა, მას უნდა ისწავლოს უცხოური ენები დამატებით, მას უნდა შეიძინოს დამატებითი პროფესია, მას სჭირდება ამა თუ იმ უნარის განვითარება. აი წარმოიდგინეთ, ეს ამხელა მოტივაცია არის ახალგაზრდებისთვის და ფაქტიურად განათლებას ძალიან საფუძველში და განვითარებას საფუძველში მოტივაცია უდევს. ანუ მოტივაცია, როდესაც მაღალია, იქ ჩვენ ნამდვილად თუ სწორად იმ შემთხვევაში თუ სწორად დავგეგმავთ აი მას ინტერვენციებს ნამდვილად მივიღებთ კარგ შედეგებს. ასევე მინდა გამოვყო ის, რომ ახალგაზრდების 92% ფლობს ინგლისურ ენას, საერთაშორისო ენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდები არ არიან მოწყვეტილი გლობალურ კონტექსტს და 70%-ზე მეტი გამოთქვამს სურვილს, რომ ისწავლოს მეორე ევროპული ენა და ისინი თვლიან, რომ ერთი ენა, ერთი უცხოური ენა არ არის საკმარისი და ესე ძალიან კარგი იყო, საინტერესო იყო და პოზიტიური იყო ჩემთვის და არა ზოგადად პოზიტიური მიგნება არის. რაც შეეხება გამოწვევებს, ბუნებრივია გამოწვევები ჩვენ გვაქვს.
ჩვენსაც ვლაპარაკობთ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის კომპეტენციებზე, ჩვენ გულისხმობთ იმ კომპეტენციებს, რომელიც ადამიანს აქვს ბავშვობიდან უნდა განუვითარდეს, ეს იქნება ადრეული ასაკი, განათლება, სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული და ასე შემდეგ და იმიტომაც ქვია მას მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის კომპეტენციები, რომელიც შედგება წიგნიერებისგან, მეცნიერული უნარებისგან, მრავალ ენობნება, ციფრული კომპეტენციები, მოქალაქეობა როგორც ვახსენე, მწვანე კომპეტენციები, ეს არის პერსონალური და სოციალური კომპეტენციები და ასევე ძალიან ჩვენ დავამატეთ ასევე მენტალური ჯანმრთელობის საკითხები. ძირითადი კი ბატონო, აი გააგრძელეთ საუბარი აი გამოწვევების ნაწილზეც, რომ სულად მოვიცვათ მოკლედ ეს კვლევაც. დიახ, მაგას ვაპირებდი ზუსტად. ძირითადი გამოწვევები, ჩვენ ყველა კომპეტენციის მიხედვით გვაქვს როგორც პოზიტიური მიგნებები, ასევე გამოწვევები და აი მაგალითისთვის ვიტყვი, ხა გამოწვევა, ნამდვილად არის გამოწვევა ის, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას არ აცხადია, მაგრამ ახალგაზრდების დიდ ნაწილს უჭირს თანმიმდევრული და არგუმენტირებული მსჯელობა. ანუ საკუთარი აზრების ჩამოყალიბება თანმიმდევრულად, არგუმენტირებულად, საკუთარი პოზიციების დაცვა და აი ამისი გამოხატულება, ხო, კომუნიკაციაში. რაც ცხადია იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მაგალითად ამ მიმართულებით გვჭირდება მეტი მუშაობა, როგორც საბავშვო ბაღში, ასევე სკოლაში. ეს იქნება დებატები, ეს იქნება არგუმენტირებული მსჯელობა, ეს იქნება სხვადასხვა მაგალითების განხილვა და ეს იქნება თანასწორი მონაწილეობა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვიცით. მეცნიერებას რაც შეეხება, მაგალითად, ახალგაზრდები ყველა უმრავლესობა იძახის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, მაგრამ თავად ვერ ხედავენ აქ ან თავიანთ მომავალ კარიერას და ვერ ხედავენ ასევე რეალურ ცხოვრებასთან მეცნიერების კავშირს და ეს ვფიქრობ, რომ ამაზე სამუშაო ნამდვილად არის, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რეალურ ცხოვრებასთან ზუსტად მეცნიერება არის კავშირში, მათ შორის მათემატიკა და ასე შემდეგ. ციფრულ კომპეტენციებს რაც შეეხება, მე ხა ძალიან მოკლედ საუბრობ, ცხადია, ციფრულ კომპეტენციებს რაც შეეხება, ახალგაზრდებს აქვს ძალიან კარგად ციფრული უნარები განვითარებული, თუმცა ციფრული უნარები ეს ძალიან დიდი სფერო არის და შეგნით არის ცხადია ეს სფეროები და მაგალითად გამოწვევა მათთვის არის ციფრული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება. გამოწვევა მათთვის არის მედია წიგნიერება, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება და აი მათ შორის ყალბი და სწორი ინფორმაციის გარჩევა, თუნდაც აი ესეთ ძალიან მრავალფეროვან და ძალიან ინტენსიურ ციფრულ გარემოში. ისინი იძახიან ასევე მაგალითად, რადგანაც ახალი სფეროა შედარებით ხელოვნური ინტელექტი, ვთქვათ, მათ არ აქვს ბოლომდე, არ აქვს ცოდნა ბოლომდე და ბევრს არ აქვს ცოდნა ბოლომდე, ვთქვათ, რა შეიძლება, რა დადებითი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ხელოვნურმა ინტელექტმა. ანუ აქაც სამუშაო არის ახალგაზრდებთან. აი, აქ ჩაკიკითხებით თუ შეიძლება ქალბატონი ნათია, თქვენ რამდენიმე მიმართულება ახსენეთ სკოლიდან და რეალურად ბაღიდან რომ დაიწყებოდეს, ხო? თუნდაც დებატებთან დაკავშირებით ალტერნატიული აზრის გამყარება და ასე შემდეგ, ციფრულ კომუნიკაციებთან აქტიური მუშაობა, იგივე ხელოვნური ინტელექტის აცვება და ასე შემდეგ. თუ ვამბობთ, რომ ერთის მხრივ ეს სკოლიდან უნდა დაიწყებოდეს, როგორ ფიქრობთ, მიწოდება ამ სერვისის, თუნდაც საჯარო სკოლებში ტენდენცია როგორია? არის შესაძლებლობა და პოტენციალი არსებობს თუ არა, რომ ხარისხიანად თუნდაც საჯარო სექტორმა მიაწოდოს სკოლის მოსწავლეს, საჯარო სკოლამ მიაწოდოს სკოლის მოსწავლეს აღნიშნული ცოდნა. ნუ გულისხმობ ამ შემთხვევაში თუ ზუსტად მასწავლებლების კომპეტენციასაც მათ შორის. აი, ამ კუთხით არის თუ არა გამოწვევები? კი ბატონო. აბსოლუტურად, ეხლავე გიპასუხებთ, უბრალოდ მინდოდა მენტალურ ჯანმრთელობაზეც დამემატებინა, ეხლა ყველა კომპეტენციას რადგანაც აღარ ჩამოვყევი, მენტალურ ჯანმრთელობას რაც შეეხება, ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა იძახის, რომ ცოდნა მეტი ჭირდებათ მენტალურ ჯანმრთელობაში და ისინი ისწავლიან, რომ ზუსტად თქვენ როგორც ვცანეთ, სკოლიდანვე უნდა დაიწყოს ამ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის მიწოდება. ასევე ისინი წუხან, რომ ხარისხი მენტალური ჯანმრთელობის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი განსაკუთრებით რეგიონში. რაც შეეხება როგორ უნდა განვითარდეს კომპეტენციები, ცხადია, კომპეტენციები, უნარები ვითარდება არა მხოლოდ ფორმალურ განათლებაში, როგორც თქვით, ბაღი იქნება ეს სკოლა, პროფესიული განათლება თუ უმაღლესი, არამედ არაფორმალურ განათლებაშიც. ხო, არაფორმალური განათლება იცით, რაც არის, ეს არის კურსები, დისტანციური პროგრამები, ეს შეიძლება იყოს ბანაკები, თემატური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ვითარდება ოჯახშიც, თემშიც, სამეგობროშიც და
ასე შემდეგ. ხო, ეს არის ესეთი ბუნებრივი პროცესი ადამიანის განვითარების, ხო, რომ კონკრეტული უნარები შეიძინოს. პოტენციალი, რა თქმა უნდა, აქვს ფორმალურ განათლებას. პოტენციალი ყოველთვის აქვს ფორმალურ განათლებას, იმიტომ რომ პირველი ის წვდება ყველა ბავშვს. მეორე ფორმალური განათლება ფინანსდება სახელმწიფოდან და შესაბამისად ამ რესურსებისაც ვთქვათ გამოყენება ანუ არსებობს დაფინანსება ამ ფორმალური განათლების შესაბამისად რესურსები უნდა გამოვიყენოთ მაგრამ ამასთანავე ჩვენ ვიძახით რეკომენდაციებში რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად განმანათლებლების ფოკუსირებული და ხარისხიანი გადამზადება რათა ისინი ვთქვათ გავაძლიეროთ აი მაგალითად როცა ჩვენ წიგნიერებაზე ვსაუბრობთ წიგნიერება ეს არ არის მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის საგაკვეთილო პროცესი. ხო, წიგნიერების კომპეტენცია ვითარდება მათემატიკის გაკვეთილზეც, ასევე ვითარდება ბუნებისმეტყველების გაკვეთილზეც და სხვა საგნებზეც. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ზუსტად აი ეს მასწავლებლები არა მხოლოდ ვთქვათ ქართული ენისა და ლიტერატურის, არამედ ყველა დარგის მასწავლებლები, მათი თანამშრომლობა ისე წარიმართოს და ჩვენ ისე შევძლოთ, ჩვენ ვიძახით, ჩვენ საზოგადოებამ, სახელმწიფომ, თუ ასე ვთქვათ, ხელშემწყობა ორგანიზაციებმა, რომ მათ შეძლონ ამ უნარების განვითარება ადრეული ასაკიდანვე და ასევე სხვა კომპეტენციებიც ვითარდება სხვადასხვა საგანში. დიდი ხანია განათლების სისტემა არ არის, ასე ვთქვათ, მოჭრილად არ განიხილავს თითოეულ საგანს, არამედ პირიქით საგნებს შორის კავშირები არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად ბავშვის და მოზარდის განვითარებისთვის. ამიტომ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ასეოს პოტენციალი და გეთანხმებით იმაშიც, რომ აი ეს მასწავლებლები, განმანათლებლები, არა მხოლოდ მასწავლებლები შეიძლება იყოს ადმინისტრაცია სკოლისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფლობდეს ცოდნას უნარების მნიშვნელობის შესახებ, აი ისინი უნდა ძალიან მიზნობრივად გადამზადდნენ და მათ უნდა შეეწყოთ ხელი, რომ მართლა შეძლონ ხარისხიანი პროცესის, სასწავლო პროცესის წარმოება სკოლებშიც და ბაღებშიც და უკვე სხვა საფეხურზეც განათლების. კი ბატონო, ქალბატონათი ეს ასეთი ტიპის აი მოზარდებში პირველი კვლევა იყო, ანუ ჩვენ რაღაც შედარების შესაძლებლობა გვაქვს, ან სამომავლოდ თუ იგეგმება რაღაც პერიოდის შემდგომ კიდევ დამატებით ასეთი სამუშაოს ჩატარება და აქვე მინდა გკითხოთ ჩვენ ვახსენეთ აი ეს 18-დან 20 წლის ახალგაზრდებში ჩატარდა და რამდენიმე ქალაქში იყო. აი ქალაქების და რეგიონების მიხედვით თუ არის განსხვავებული სურათი თუ ჯამურად საერთო ვთქვათ მაჩვენებელი გვაქვს. მოდით მეორე კითხვიდან დავიწყებ პასუხს. იცით რა ძალიან საინტერესო იყო რომ არ არის რადიკალური და მნიშვნელოვანი განსხვავება ქალაქებს და რეგიონებს შორის. თანაც ისიც უნდა ვთქვათ რომ მიუხედავად იმისა რომ ეს იყო მცირე მასშტაბიანი და ფოკუსირებული კვლევა, მაინც ასე ვთქვათ სელექცია ამ ახალგაზრდების გარკვეულ კრიტერიუმებს ექვემდებარებოდა. მათ შორის იყვნენ ვთქვათ ქალაქის მაცხოვრებელი ახალგაზრდა და ვთქვათ ახალგაზრდა სოფლად მაცხოვრებელი ახალგაზრდა, ამ მცირე დასახლების ახალგაზრდა. აი ერთადერთი განსხვავება ვთქვათ, ერთი განსხვავება სადაც იყო, ეს იყო ფინანსურ წიგნიერებაში, როდესაც ქალაქში მაცხოვრებელმა ახალგაზრდებმა უფრო მეტი ინტერესი და წუხილი გამოთქვეს, რომ ჭირდებათ ამ უნარის განვითარება, ვიდრე ვთქვათ უკაცრავად სოფლად მაცხოვრებელმა ახალგაზრდებმა. ერთი იყო ასევე ჩართულები ყავდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართული იციან და საკომუნიკაციო უნარები ქართულად აქვთ, აი აკადემიური ქართულის მხრივ მათ აქვთ გამოწვევა და რა თქმა უნდა ეს ყველამ ვიცით, ეს იცის სისტემამაც და ეს იციან ადამიანებმა, ვინც ამ ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობს. ამიტომ აქ ასე ვთქვათ დიდი სიახლე არ იყო, თუმცა ჩვენ ეს ამ კვლევამ ეს გვაჩვენა ცხადია. რაც შეეხება ესეთი კვლევები ჩატარებულა თუ არა, ესეთი კონკრეტულად ესეთი კვლევა მე ვერ ვიხსენებ, რომ ასეთ მცირე მასშტაბიანი და ამ კონკრეტულ უნარებზე აგებული, მაგრამ ბუნებრივია თქვენ იცით, რომ სახელმწიფო ატარებს პიზას საერთაშორისო კვლევას, რომელიც 15 წლის მოზარდების უნარებს ზომავს წიგნიერებაში, მათემატიკასა და მეცნიერებაში და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არის პიზას შედეგების ნაიკის გვერდზე დევს ანგარიშში. რამდენიც მე ვიცი წელსაც ჩატარდა 20-25 წელს ჩატარდა სავარაუდოდ გაისად იქნება ამისი ანგარიში, ანუ სახელმწიფო მონაწილეობს ამ საერთაშორისო კვლევებში და ასევე ვიცი რომ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩატარებულა მაგალითად ისეთი კვლევა რამდენად შეესაბამება ახალგაზრდების უნარები დასაქმების ბაზას, ანუ სხვადასხვა ტიპის კვლევები ბუნებრივია ქვეყანაში არსებობს და თუმცა ზუსტად ასეთი, ზუსტად ამ რვა კომპეტენციაზე ასე ვთქვათ ფოკუსირებული
კვლევა მე არ მახსენდება. კი ბატონო და ბოლოს შეჯამების სახით თქვენ ახსენეთ რამდენიმე ეს თქვა რეკომენდაციის სახით რაც არის ასევე ამ კვლევის ფარგლებში ძირითადი შეგვიძლია ვთქვათ რომ თქვენი მხრიდან მთავარი რეკომენდაციები ეხება იმ გაძლიერებას როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური განათლების და იმ არხების რითაც ამ ახალგაზრდებს შეუძლიათ რომ აი ეს უნარები გააძლიერონ ხომ? დიახ, აბსოლუტურად. ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ფორმალური განათლების ხელშეწყობა, იმიტომ რომ ის მიდის ყველა ახალგაზრდამდე. ანუ ყველა დასახლებულ რეგიონში არის სკოლა მინიმუმ. საბავშვო ბაღებიც ვიცით, რომ უფრო ნაკლები არის, თუმცა რაღაცა პროცესები მიდის, თქვათ, იქ დივერსიფიცირებული, ახალი მშენებლობა და ასე შემდეგ. ანუ ფორმალური განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი მე ვიტყოდი უნარების ჩამოყალიბებაში, მაგრამ არ დავივიწყოთ უნდა არაფორმალური განათლების როლი განსაკუთრებით მაგალითად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი ფუნქცია არის კანონმდებლობით განსაზღვრული ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ზუსტად ადგილობრივი თემები გაძლიერდნენ რათა უპასუხონ ახალგაზრდების საჭიროებებს და არსებული რესურსების იგივე სკოლის შენობების გამოყენება შეიძლება თავისუფლად თქვა დღის მეორე ნახევარში იმისთვის რომ ახალგაზრდებმა თქვა ახალი უნარები შეიძინონ ანუ შეიძლება შეუძლებელი არ არის ნამდვილად მთავარი მე ვფიქრობ რომ არის მონდომება ნუ შემდეგ უკვე სწორი ბიუჯეტირება ცხადია ჩვენი რეკომენდაციები ასევე შეეხება იმასაც რომ მრავალფეროვანი იყოს ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობები ახალგაზრდებში და მაინც არ იყვნენ ისინი ყოველთვის დამოკიდებული რომელიმე ინსტიტუციაზე ხო თუ კი ვთქვათ გადაწყვეტენ რომ რაღაცა ტიპის ახალი უნარი უნდათ უნარის შეძენა უნდათ რომელიც შეიძლება ადგილზე მათ სკოლაში ან პროფესიულ სასწავლებელში არ იყოს ხელმისაწვდომი ამიტომ ვიცით არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო პლატფორმები სადაც აურაცხელი რაოდენობის კურსები არის ინგლისურ ენაზე შეიძლება გერმანულ ენაზე და ასე შემდეგ და აი ესეთი პლატფორმა ქართულ ენაზე იქნებოდა ძალიან ხელშემწყობი და მე ვიტყოდი არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არამედ ჩემნაირი არა ახალგაზრდებისთვისაც და რომელიც ხელშეგვიწყობდა დისტანციურ და თვითსწავლას და თვითსწავლის უნარებსაც გამოუმუშავებდა ახალგაზრდებს ჩვენ ასევე რეკომენდაციაში ვიძლევით იმას რომ მენტალური ჯანმრთელობა მიექცეს გაცილებით მეტი ყურადღება და შეიძლება გავხსნათ ძალიან სერიოზული დისკუსიები ამაზე როგორ შეიძლება რომ სკოლის ასაკიდანვე ინფორმაცია და ცოდნა მივცეთ ახალგაზრდებს რომ მათ ისინი იყვნენ გაცნობიერებულები ემოციებში ურთიერთობის საკითხებში და ასე შემდეგ და ასევე სერვისებზე მენტალური ჯანმრთელობისა თქვათ როგორ შესაძლოა იყოს თითოეულ ახალგაზრდასთვის არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფინანსური ხელმისაწვდომობა და ახასიათებს როგორც ერთ-ერთი გამოწვევა ასევე ახალგაზრდებმა. კი ბატონო, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნათია ჯოხაძე, განათლების სპეციალისტი გაეროს ბავშვთა ფონდიდან საუბრობდა ჩვენს ეთერში.